არის როგორ შეახასიათეთ იმას, რომ ელჩმა დაიკიდება პოლიტიკური ლიდერის პარტია. Ну, საერთოდ ეს კიდევ ერთი მხილება არის მამუკა ხაზარაძის თაღლითობისა. მე რამდენი მხილება უკვე სხვადასხვა იყო სანაკლიის საკითხი იქნებოდა ეს TBC ბანკიდან 17 მილიონი დოლარი ისე გააქრეს მან და ჯაფარიცემ რომ არც დაუბრუნებიათ უკან და TBC ბანკს მოუწია ჯარიმების გადახდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საერთოდ ჯამში ერთი რამე დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ ეს ადამიანი ბიზნესმენს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ასე ვთქვათ მისი ბიზნესი და ასე იშოვა ფული სასათბურე პირობები ხელისუფლების მხრიდან როცა ქონდა როგორც კი ის რაღაც ხედავთ ელემენტარულ საკითხებზე საკუთარი ბიზნეს გაქირავების საკითხსაც კი ვერაწესრიგეთ ნორმალურად სამართლებრივად თუ ფინანსურად და ხედავთ რომ გადასახადებს მალავდა ამ საკითხშიც კი ასე რომ ამით უკვე დადასტურდა საერთაშორისო საშინაო ადამიანურ დიპლომატიურ რა ვიცი ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა დადასტურდა ასევე რომ ლელო არის ასევე თაღლითობის ბიზნეს შექმნილი პარტია რომელიც მიზანი იყო რომ ბიუჯეტიდან შემდეგ მიეთვისებინა თანხები რაიმენარად ხელისუფლების ბერკეტების ჩაგდებით ის თავის პრეტენზია მილიარდ ნახევარ დოლარზე რომელიც ქართულ ხალხს წაუყენა და ეს არის მოცემულობა თაღლითების პარტია შესაბამისად მისმა წევრებმა და მხარდამჭერებას ეს უნდა იფიქრონ რომ დღეს არიან თაღლითობის მონაწილენი. რაც შეეხება ხელშეკრულებას გერმანიის ელჩსა და მამუკა ხაზარაძეს შორის. თქვი და გავიმეორებ კიდევ ერთხელ. იმ მომენტში, როდესაც ელჩი ფიშერი გერმანიის სახელით დებდა ხელშეკრულებას მამუკა ხაზარაძესთან 2022 წლის შემოდგომაზე, მამუკა ხაზარაძე იყო უკვე მსჯავრდებული თაღლითობაზე და მას ჰქონდა უკვე პარლამენტის მანდატი დახეული და დატოვებული. ანუ ეს იყო თაღლითი რადიკალი პოლიტიკოსი. ყველანაირი განსაზღვრებით ამ ადამიანთან ხელშეკრულების დადებისგან თავი უნდა შეეკავებინა ელჩს. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი მათ შორის. არსებობს ეგრეთ წოდებული ტერმინი პოლიტიკაში ჩართული პირებისა, რომლის მიმართაც არის განსაკუთრებული ყურადღება ხელშეკრულების დადების დროს. მე პირადად გერმანიის მთავრობის პროგრამაში მუშაობდი წლების განმავლობაში, ჩვენ თავდაპირველად შეზღუდული ქონდა პოლიტიკურად აქტიურ პირებთან ხელშეკრულების დადება, ჩვენ საერთოდ აკრძალული ქონდა ხელშეკრულების დადება, ვინაიდან ამ დროს არსებობს რისკები კორუფციული, ფულის გათეთრების, ქონების წარმომავლობის და ასე შემდეგ, რისი გადამოწმებაც არის საჭირო და მხოლოდ აი ამ ძალიან სკულპტუროზული გადამოწმების შემდეგ უნდა შედიოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობაში. ჩვენ ვხედავთ ახლა რომ ან ეს განზრახ გააკეთა ელჩმა, იცოდა რა არასანდო ადამიანთან დებდა ხელშეკრულებას, ან იმდენად დაუდევარი არის რომ თავისი დაუდევრობით გერმანიის სახელმწიფო გახვია ამ გადასახადების დამალვის სკანდალში. ამ ხელშეკრულებით რომელიც არის გარდა ამისა დღეს გაირკვა ასევე რომ ქონების დეკლარაციაში საჯარო მოხელეების თუ თანამდებობის პირთა ქონების დეკლარაცია რომელიც ხაზარაძემ ახლა იანვარში შეავსო მას არ აქვს მითითებული შემოსავალი ამ გაქირავებული ქონებისგან არ აქვს მითითებული არც ხელშეკრულება ანუ ესეც აჩვენებს კიდე ერთ ტყუილს რომელიც მან ჩაიდინა. ასე რომ ახლა კითხვა გერმანიის ელჩის მიმართ არის თავის დროზე ის დაუდევრად მოიქცა და რადიკალ თაღლით ოპოზიციურ პოლიტიკოსთან დადო ქირავნობის ხელშეკრულება და ამითი გერმანიის სახელმწიფო გახვია აი ამ სკანდალში გადასახადების დამალვისა. კითხვა მარტივია, ასაპირებს ახლა აპირებს რომ გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა საერთაშორისო აღიარებულ თაღლითთან და ექსტრემის პოლიტიკოსთან ამას აპირებს ახლა გერმანიის ელჩი და შემდეგ აი ამ გადაწყვეტილებით აპირებს რომ ქართულ ხალხს რაიმე მორალური პედესტალი უნდა გვესაუბროს. ამიტომ რა თქმა უნდა ამასაც შევხედავთ ჩვენ იმისთვის რომ ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ კიდევ ერთხელ რასთან გვაქვს საქმე, როდესაც ყველა ან არა თუ რაღაც კარგი ანაკლია ის დაჯერება არ უნდათ 17 მილიონის გაქრობის დაჯერება არ უნდა და გერმანიის აი თვითონ ხო დადო ხელშეკრულება აი მის ხელშეკრულებაში ვიზეც ხო მოიტყუა ხაზარაძემ და გადასახადები დამალა ხომ აპირებს ახლა რომ აი ეს ხაზარაძის ეს თაღლითობა რომელსაც ის მიყვებოდა ამ ქირავნობის ხელშეკრულებით არ იხდიდა გადასახადებს ხელშეკრულება დამალა დეკლარაციაში და შემოსავალი დამალა თანამდებობის პირთა დეკლარაციაში 3 ადგილას მოიტყუა მამუკა ხაზარაძემ აი ამ
გერმანიის ელჩთან დადებული ხელშეკრულებით. საკითხი მარტივია, აპირებს გერმანიის ელჩი, რომ ამ თაღლითთან ურთიერთობა გააგრძელოს. ანუ ეს რაც ხა მას არ ვიცი რა გონია ხალხის სულელი გონია თუ როგორ არ ვიცი როგორ არის, მაგრამ ეს რაღაც ჟონგლირობა ტერმინებით რომ წყაროსთან დაბეგვა არ დაბეგვის საკითხი ხო გუში რაც დაწერა და ამაზე იყო ჩემი პასუხიც. მარტივი საკითხია ხომ წყაროსთან დაბეგვა არ დადგა ყველა თქვენ ხარ დასაქმებულები ეს ეხება როცა დასაქმებული ადამიანი და მისი დამსაქმებელი იხდის საშემოსავლო გადასახადს. ყველა სხვა შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადს ადამიანი იხდის თავად. ეხლა რა უნდა დაგვაჯეროს ბანკის რომელსაც ნახევარ საქართველოს მისი ვალი ქონდა და ამ სესხების ამოღების იყო და ერთი დღე არ აპატიებდა რომ გადაეცილებინა ვინმე სესხი ამ ადამიანმა არ იცის საშემოსავლო გადასახადი რომ მისი გადასახდელი იყო ნუ არის აბსოლუტური ან მართლა ფიქრობს რომ სულელები არიან ქართველები რახან აი ამ სისულელეს საუბრობს კიდევ ერთხელ ფაქტი მარტივი არის კიდევ ერთი თაღლითობა მამუკა ხაზარაძის გამოაშკარავდა სამ ადგილას მოიტყუა საგადასახადო შემოსავლების სამსახურს მოატყუა, როდესაც არაცნობა რომ აქვს შემოსავალი რომლის განცნობა საშემოსავლო გადასახადი გადაიხადოს, მოატყუა ანტიკორუფციულ ბიუროს, როდესაც თანამდებობის ქონების დეკლარაციაში არ ჩაწერა რომ აქვს ხელშეკრულება დადებული, რომელიც 10,000 ლარზე მეტი ღირებულების არის და იცით რომ $100,000 ხელშეკრულება იყო როგორც ხვდები და მესამე რომ არ მიუთითა დეკლარაციაში და კიდევ ერთხელ მოატყუა ანტიკორუფციული ბიურო რომ ქონდა შემოსავალი ქირისახით ამ ხელშეკრულებიდან. სამჯერ მოიტყუა ადამიანი ამ ხელშეკრულებით და უბრალოდ დადასტურა კიდევ ერთხელ მისი თაღლითობა და კიდევ ერთხელ კითხვა მარტივია. რას აპირებს გერმანიის ელჩი და გერმანიის სახელმწიფო, რომ თაღლითთან დადებული ხელშეკრულება გააგრძელონ და ასე ჩვეულებრივად უნდა მიიღონ და საქართველოს სახელმწიფომ რომ მიიღო ზიანი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ამან ასე უნდა ჩაიაროს. საჭიროებაზე საუბრობს ამ ფაქტს რომ ქართული ხალხი ქართული ხალხი ამას იცავს ხო? რაც ნიშნავს რევოლუციის ეს განცხადება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია რომ ოპოზიციის ნაშრომი პოლიტიკის აღმოჩნდა კიდევ. ჩვენ ნახეთ რომ ბოლოს ხელშეკრულება დადებული ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იმ კომპანიასთან, რომელიც შემოწირულობებს აკეთებს ჯო ვილსონის კამპანიისთვის. ასე რომ აქაც ამერიკაში მოქმედმა გამჭვირვალობის კანონმა რუსულს რო ეძახიან, აი ზუსტად რუსულმა კანონმა უშველა ამერიკას და გაასაჯაროვა ის კავშირები და ფინანსური კავშირები, რომელიც არსებობს და ჩვენც ამერიკული კანონით მოგვეცა შესაძლებლობა, რომ ამერიკაში მოქმედი კანონით მოგვეცა შესაძლებლობა, რომ გაგვეგო ეს ფინანსური კავშირები. ასე ხედავთ, მათ შორის ისიც ნახეთ, რომ წვეთა იყო ცოტა ხანი და ეხლა ამოქმედა ახალი ხელშეკრულება და არ ვიცი, იმდენად ხელის გულზე დევს ეს ყველაფერი, მე მგონი ყველაფერი გასაგებია. ხომ ადამიანი გულისხმობ ბატონ ვილსონს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სახელს ვერ წარმოთქვას ნორმალურად და საქართველოს სახელს ვერ წარმოთქვას ნორმალურად, ეხლა ჩვენზე გადამკვდარი რო არ არის და ჩვენ ბედი ღბალზე, მე მგონი ისიც გასაგებია და ამის უკან რო ინტერესები. ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. თქვენ დააკვირდით, აი მედია ხართ და თქვენთვის ეს ყველაზე კარგად დასანახეთ. თქვენ ხედავთ როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, ხან კონგრესმენი იქნება, ხან რომელიღაცა პარლამენტია, ხან რომელიღაცა ქვეყნის ხელისუფლება იქნება, ასე თუ ისე, თან ერთმანეთს არ ემთხვევიან, რომ ერთ დღეს მოხდეს ხოლმე ყველაფერი, გადანაწილებული აქვს თითქოს კვირის განრიგი ერთ დღეს და დღე-გამოშვებით მაინც მინიმუმ რო იყოს რაღაცა განცხადება, რომელსაც შემდეგ წამოეშველება ადგილობრივ აკაცუკებს, რომ ნერვები იშალონ და ნერვები უშალონ ქართველ ხალხს. ეს არის მეტი არაფერი. დღეს უცხოეთთან ცდილობენ, რომ ქართველები ყავდეთ ნერვებზე, ასე ვთქვათ, და რაღაცნაირად ემოციური დაძაბულობა შემოიტანონ. აი ამას რო უყურებთ, საერთოდ რა ღირებულებებზე, რა ევროპაზეა საუბარი, ადამიანები უბრალოდ მავნებლობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლები მავნებლობენ. ამაზე მეტი იმედგაცრუება საერთოდ რა უნდა არსებობდეს, როდესაც ამ ყველაფერს ხედავთ. ნუ ჩვენ ხედავთ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ეს არის, რომ განმარტოს და
და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია. ჩვენ ნახეთ შვედეთის პრემიერ-მინისტრის პოზიცია, რომელმაც კაფიო თქვა, რომ უკრაინის პროგრესისთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ დააკანონოს LGBT ქორწინება. თქვა პირდაპირ კაფიოდ და არა ორაზროვნად. ახლა კითხვა მარტივი არის შვედეთის ელჩის მიმართ, რომ განმარტოს მისი მთავრობის პოზიცია. ეს წამოწდა პრემიერ-მინისტრს თუ ეს არის შვედეთის მთავრობის ოფიციალური პოზიცია კანდიდატ ქვეყნების პროგრესისზე გადაწყვეტილების მიღების დროს და საქართველოსაც შესაბამისად ცდილდება თუ ეს პოზიცია. აი ამ სიტყვები უნდა განმარტოს შვედეთის ელჩმა, იმიტომ ეს არის ზუსტად ელჩის საქმიანობა, ნაცვლად ამისა შვედეთის საელჩო დაკავებული არის სხვადასხვა ძალადობაში ბრალდებული ადამიანების პროცესებზე ფოტოების გადაღებით, თავმოწონებით და ექსტრემისტი NGO-ების დაფინანსებით. აი ეს არის სინამდვილეში ძირის გამოთხა დიპლომატიური მისიებისთვის და წარმომადგენლობის იდეისთვის, ნაცვლად იმისა, რომ განგვიმარტოს რა არის შვედეთის პოზიცია, იმალება საელჩო, ემალება ქართველი ხალხის კითხვას და სამაგიეროდ ექსტრემისტების ხარდაჭერას არ ერიდება დღისით ბზისით. უბრალოდ ყოველთვის მე მინდა მადლობა გადაუხადო დროებით საგამოძიებო კომისიას, თითოეულ წევრს და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელს, ქალბატონ თეა წულუკიანს. უშინ თქვენ მოისმინეთ ბოლო სხდომა, რომელზეც ასევე ანგარიში იყო წარმოდგენილი თუ რა კონკრეტული საქმიანობა გაწია კომისიამ, 50 დაახლოებით 50 სხდომა ჩატარდა, 100-ზე მეტი მოწმე გამოიკითხა, წერილები არის ასობით შესული კომისიაში და რამდენიმე ასეული გვერდისგან შემდგარი ანგარიში მოამზადა კომისიამ, რომელსაც პარლამენტი სექტემბერში განიხილავს და თავის დასკვნასაც გამოიტანს ამასთან დაკავშირებით. ქართველმა ხალხმა და მე იმედი მაქვს, რომ აი საელჩოები ესე იგი მოძალადეების სასამართლოებზე სიარულის შუალედში მაინც იმედი მაქვს, რომ თავისი ძირითადი ფუნქციით იყვნენ დაკავებული და თვალყურს ადევნებდნენ პარლამენტის საქმიანობას და კომისიის საქმიანობას და მართალია ქართულ ენაზე ემართებოდა ყველაფერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ გამოძებნიდან თარჯიმას, რომელიც უთარგმნიდა რა ხდებოდა, რა ტრაგედიებს ყვებოდნენ ადამიანები, რას ნიშნავს წამება, რომელსაც ევროპა თვალს უხუჭავდა 2013-12 წლის განმავლობაში, როგორ წამებაზე ხუჭავდა თვალს ევროკავშირი. ბიზნესის რეკეტზე ხუჭავდა თვალს ევროკავშირი. ადამიანების რა ვიცი მე შავსიებში ჩაწერაზე, რომ ხუჭავდა თვალებს ევროკავშირი. ამ ყველაფერზე ეს ერთის მხრივ არის სააკაშვილის დანაშაულების და ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის დანაშაულების ხილება, მაგრამ ამავე დროს ეს არის ევროპის დუმილის მხილება. მაშინ, როდესაც აქ ხალხს აწამებდნენ, ევროკავშირში წითელ ხალიშას უშლიდნენ სააკაშვილს და უფრო მეტიც, როდესაც ეს ყველაფერი გაირკვა, როდესაც ვიდეოებიც ნახეს, სასამართლოებიც ნახეს და განაჩენების სააკაშვილის წინააღმდეგ, ამის შემდეგაც წითელ ხალიშებს უშლიდნენ, ევროპის სახალხო პარტია თავისუფალ სკამს გადგა მისთვის, დგამდა მისთვის და დღესაც ევროპარლამენტი, ევროკავშირი გვეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და გვეუბნება ევროკავშირის მართველი პოლიტიკური ჯგუფი, სახალხო პარტია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატიის ქვეყნის მოდერნიზატორი და დემოკრატიის შუქურა. აი ეს ღირებულებითი კრიზისია დღეს სინამდვილეში ევროკავშირში, როდესაც მწამებელს და დიქტატორს იხუტებენ გულში. ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ქართველ ხალხის ნებას ესე შორიდან ცივად უყურებენ და არაფრად არ მეიჩნევენ. სინამდვილეში ეს არის პრობლემა ევროკავშირის, რომ არის ღირებულებების დევალვაცია და დიქტატორი გამოცხადებული ყავთ თავის მეგობრებს. ну ფაქტია ერთი რამე, რომ ჩვენ ხედავთ, რომ გარედან მართული ძალები ცდილობდნენ
ცდილობენ ყველანაირი ფლანგიდან, ასე ვთქვათ, რაიმენაირად ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება, შედეგი რა იქნება ჩვენ ვიცით. დამხობაზე რომ ლაპარაკობენ, ეს ერთი უბედურება, ეს არის ის მეთოდი, რომელთაც ხვდებიან, რომ სხვანაირად ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. დემოკრატიულ მანდატს ხალხისას წამებლები და თაღლითები ვერასდროს ვერ მიიღებენ. ამიტომ გასაგებია, რომ ახლა ასე ვთქვათ, ღიად აცხადებენ, რომ ძალადობის მეთოდზე გადადიან და აქაც თხოვთ ყურადღება მიაქციოთ, თუ ეს ხალხი ევროპის სახალხო პარტიის წევრი არიან, რომლებიც ლაპარაკობენ ძალადობრივ გადატრიალებაზე საქართველოში, ეს ისე ევროკავშირის ღირებულებებზე, რომ დავფიქრდეთ, რას ნიშნავს. თუმცა, რომ მოვლენ, რასაც გააკეთებენ ხოზე პირადვით, ხო, ვაკვირდებით მათ NGO-ებს და მათ აქტივისტებს, ხო? მუქარები, მათ შორის გუშინ იყო პირდაპირ მკვლელობით მუქარა. ეს ხალხი, ამ ხალხს 1 გრამი ძალაუფლებას რომ მისცე, პირდაპირ კედელთან მიაყენებენ, ყველას მისმათ არ ეთანხმდება და როგორც ერთ-ერთმა ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებულმა ადამიანმა თქვა, შუბლში ტყვიას დაახლია. აი ეს თქვა ევროკავშირის ხელფასემყოფმა ადამიანმა და პაველ ჰერჩინკიმ არც კი იკადრა, რომ დაეგმო მისი გადახდილი ხელფასით ადამიანი რომ მუშაობს და ამბობს, რომ ტყვია უნდა დაახალოს დეპუტატებს შუბლში. აი ეს არის სამწუხარო რეალობა, რაც გვაქვს. კიდევ ერთხელ 4 პარტიიდან 2 გაყვეს შუაზე, 4 პარტია, 2 არ იღებს მონაწილეობას, 2 იღებს მონაწილეობას. ეს არის ცდილობა, ასე ვთქვათ, დივერსიფიცირების, რომ ესეც წადონ და ისეც წადონ, მაგრამ ვიცით, რომ შედეგი რა იქნება, ხა შანსი რო არ აქვს, რაიმე წარმატების არჩევნებზე თვითონაც იციან, ამიტომაც არის, რომ ზოგიერთი, ასე ვთქვათ, გულუბრყვილო ოპოზიციონერი რადიკალი, გულუბრყვილო ასაჯაროებს კიდევაც სინამდვილეში რა გეგმაც აქვს, რომ 4-ში უნდა შეიკრიბონ და გადაატრიალონ მთელი ქვეყანა და აქ უნდა გამართონ 90-იანი წლები. ეს არის რა დაკვეცაც აქვს მათ მიღებული. რაც შეეხება კონკრეტულად ლელოს და გახარიას პარტიას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საერთაშორისო თაღლითის და ყოფითი მატყუარას პარტია რო დაждდება ერთად, მე მგონი გასაგებია რა განაჩენსაც მიიღებენ კიდევ ერთხელ ქართული ხალხისგან. საერთოდ სირცხვილია კიდევ ერთხელ ადამიანი თაღლითობაში მხილებული არ დარჩა სასამართლო ამ დედამიწაზე, რომელმაც თაღლითობაში არ ამხილა ხაზარაძე და ბოლოს იმდენად სამარცხვინო თაღლითობაში არის მხილებული, რომ გერმანიის სახელმწიფოსაც კი ატყუებდა ხელშეკრულება დადო, გერმანიის ელჩს ალბათ პატრიოტებად ეგონა, რომ ხელფულს მოიხდი და იქიდან გადასახადი მიდიოდა, არ ვიცი, საქართველოს ბიუჯეტში და ამასაც ჯიბეში იდებდა ხაზარაძე, გერმანიის ბიუჯეტიდან წამოსული ფული ნაცვლად იმის, რომ წასულიყო გადასახადის სახით ქართველი ხალხის სასარგებლოდ, ჯიბეში იდებდა ხაზარაძე. ნუ აი ამ სამარცხვინო ხელშეკრულებას კიდე თუ გააგრძელებს და მიუყვება გერმანიის ელჩი, მაშინ ამით უკვე ნათელი გახდება, რომ სინამდვილეში მისი ყველანაირი კურთხევა აქვს ხაზარაძეს მის ყველანაირ თაღლითობაში. მე ვუწევთ თქვენ ავრცელებთ ამ ინფორმაციას, ამიტომ თქვენ უნდა თქვათ რა გაქვთ ამასთან დაკავშირებით. არა, რა თქმა უნდა, არანაირი ინფორმაცია და არანაირი მოლოდინი არ ხდება. ან კიდევ ერთხელ თქვენი მოგონილი თემა არის და თქვენ მოგონილი თემას გემევ. აბა როგორ არის? კარგით.
ვერაფერს ვერ გეტყვით კიდევ ერთხელ მე იმაზე ვწუხარო თქვენ ტელევიზია თაღლითის მიერ არის დაფინანსებული და თქვენ თაღლითური გზით მიღებული შემოსავლიდან იღებთ შემოსავალს როგორც ჩანს და ამაზე არ წუხთ. არა კიდევ ერთხელ თქვენი მოგონილი თემა არის რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ თქვენ მოგონილი თემას. ან თქვენს მიერ მოგონილ ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თქვენ ხო შეგიძლიათ ნებისმიერ რამე თქვა და ხაბიაშვილი ოდის აქეთ გახდა ავტორიტეტი. ხაბიაშვილი ოდის აქეთ გახდა. კიდევ ერთხელ ხაბიაშვილის ხამოყოლი ისტორიებზე ვერ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გითხრეთ რა თქმა უნდა, როდესაც დანიის მთავრობა ავრცელებს დეზინფორმაციას, ეს ძალიან შემაშფოთებელი არის. ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის შიგნით, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნები დეზინფორმაციას ავრცელებენ სხვა ქვეყნის მიმართ, ეს ეწინააღმდეგება ევროკავშირის ფუძემდებელ პრინციპებს და ზოგადად ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერი პოლიტიკის კეთილსინდისიერი წარმოების პრინციპებს. აქაც ვიტყოდი, რომ დანიის ელჩი და საელჩო ნაცვლად იმისა, რომ არ იყვნენ დაკავებული მოძალადეების გულშემატკივრობით და სასამართლო სიარული და ნაცვლად ამისა დაკავებული იყვნენ თავისი ძირითადი ფუნქციით, რასაც ქვია ქვეყნის წარმომადგენლობა. მე წესით ეხლა ისინი უნდა განმარტავდნენ, რატომ ავრცელებს დანიის ხელისუფლება დეზინფორმაციას საქართველოსთან დაკავშირებით. კერძოდ არანაირი ევროპული ინტეგრაციის შეჩერება არასდროს არ მომხდარა, მით უმეტეს 28 ნოემბერს, როგორც თითქოს ისინი ციტირებენ. ამიტომ გულდასაწყვეტი არის, რომ დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გვესმის ტყუილი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. ასევე გეტყვით, რომ არამხოლოდ მთავრობა, არამედ ჩვენ პარლამენტის დანიის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტიდან გარკვეული პერიოდის წინ მივიღეთ ასევე წერილი, რომ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი არ იქნება მიწვეული ეგრეთ წოდებულ კოზაკის ფორმატზე დანიაში, რაც გულისხმობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების ევროსაკითხთა კომიტეტების ერთობლივ სესიას. და რომ იგივე ასე თქვა დასაბუთებით არ იქნება მიწვეული. მე დღეს გავასაჯაროებ პრინციპში იმ წერილსაც და ჩემ პასუხსაც ამ წერილთან დაკავშირებით. მე პასუხი მივწერე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს. კიდევ ერთხელ მოვახსენე, რომ რა თქმა უნდა ეს არის დეზინფორმაცია. თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ მთავრობამ შეაჩერა ევროპული ინტეგრაცია, ეს ერთი და მეორე, უფრო მეტიც, ეს არის კოზაკის წესების დარღვევა. და მიუთითე პირდაპირ წესდების მუხლები, რომლებიც უფლებას აძლევს კანდიდატ ქვეყნებს რომ მონაწილეობა მიიღოს ამგვარ ფორმატებში და არანაირი უფლება არ აქვს მიცემული არავის რომ შეზღუდოს ეს მონაწილეობა. ანუ შესაბამისად ჩვენ ახლა ვხედავთ რომ დანიის ხელისუფლება არღვევს პროცედურებს და ნორმებს, რომლებიც შეთანხმებული არის, რაც კიდევ ერთხელ არის წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევა, რომელსაც თითქოს სიტყვით ევროკავშირის რომ ვკითხო, ისინი ებრძვიან და წუხან ამაზე, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ირღვევა და არ მომდოს თავად არიან დამღვევები საერთაშორისო სამართლის. ამიტომ ერთი დასკვნა შეგვიძლია ამ პერიპეტიიდან გამოვიტანოთ, დანიის ხელისუფლება არღვევს წესებს, რომლებიც შეთანხმებული არის, მათ შორის პარლამენტთან მიმართებით, ვინაიდან არანაირი უფლება დანიის პარლამენტს, რომ გაიწვიოს, ასე ვთქვათ, თუ არ მიიწვიოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტი არ აქვს.
და შესაბამისად არ მიწვევა, ეს არის დარღვევა წესების და ჩვენ ხო ამას გვეუბნებოდნენ, რომ ევროკავშირი ეს არის წესები. და აღმოჩნდა, რომ ევროკავშირი ზიგ შემთხვევებში მაშინ არის წესები, როდესაც ეს წესები აწყობთ და როდესაც წესები არ აწყობთ, მაშინ არის ჯუნგლების კანონი. მოგეთ კითხვას დავსვით, პასუხის გაეცით და თან ვიციო ისიც თქვით და რა ვიგიპასუხოთ, აღარ ვიცი, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ სხვა დროსაც მithქვამს და გავიმეორებ. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს ყავს ერთი მტერი. ეს არის deep state. და ამ ვიცით, ამ მტერის ამ სწორედ ჩვენი მხილებების, ჩვენი და მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მხილებებით, ჩვენ ვიცით უკვე ამ მტრის ანატომია, ვიცით მისი მიზნები, ვიცით მისი ინსტრუმენტები როგორი არის. ამიტომ ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტიანად შეძლებს უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაცია deep state-ის დამარცხებას. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ ასე ვთქვათ ეს ძალები არ გვაქვს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაციას აქვს. ამერიკის შეერთებულ შტატების ადმინისტრაციამ უკვე ბევრი რამე გააკეთა ამისთვის. პირველი, ამხილა deep state-ის ინსტრუმენტები, USAID, NED და უცხოური დაფინანსება, რომლითაც ხდებოდა სხვა ქვეყნებში რევოლუციების და დესტაბილიზაციის დაფინანსება. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის პირველივე აღმასრულებელი ბრძანება 2025 წლის 20 იანვარს ინაუგურაციის დღესვე ხელმოწერილი ეხებოდა საერთაშორისო უცხოური დახმარების შეზღუდვას და პირველივე წინადადებაში მას უწერია, რომ ამერიკული ფული გამოიყენებოდა სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის. ეს არის პირველი მხილება, რომელიც დღეს ჩვენ ვიცით, რომ უცხოური ფული შემოდიოდა აქ არევისთვის ქვეყნის და ეს ასევე ჩვენ მიგვანიშნებს ირიბად, რომ სხვა ქვეყნების ფულიც, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ფულიც აქ იხარჯება ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის და ამიტომ არის რომ ასე არ უნდა გამჭვირვალობა. ანუ ვიცით ჩვენ ინსტრუმენტები, ვიცით ჩვენ მიზანი deep state-ისა, ეს არის არაფორმალური მმართველობა და დაქვემდებარება ქვეყნებისა საკუთარ, ასე ვთქვათ, დღის წესრიგს, რომელიც ეროვნული ინტერესი, ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული ინტერესებს ეწინააღმდეგება. ხედავთ ჩვენ ეს გავლენა როგორი არის ევროკავშირში, ფაქტობრივად, რასაც ჩვენ უყურებთ ევროკავშირის რაღაც ეკონომიკური სტაგნაცია, რაც მიმდინარეობს, არის გამოწვეული იმით, რომ თავს მოხვეული პოლიტიკას ატარებენ ესა თუ ის ქვეყნები და მათ შორის ბრიუსელის ბიუროკრატია, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ხალხის ეროვნულ ინტერესებს ემსახურებოდეს. და ვიცით ანატომია კიდევ ერთხელ ამ მოვლენის შესაბამისად ახლა საქმე იმაშია, რომ დავარცხოთ და დამარცხდეს deep state-ი, როგორც ეს დონალდ ტრამპმა განაცხადა. დონალდ ტრამპმა საერთო ჯამში თქვა, რომ მისი პირველი პრეზიდენტობის დროს სწორედ deep state-ი არაფორმალური მმართველობა, ოლიგარქიული მმართველობა იყო, რაც არაძლევდა მას გასაქანს და ამიტომაც ახალი დაპირებით მოვიდა უკვე მეორე საპრეზიდენტო ვადაში, რომ ამ ოლიგარქიულ მმართველობას დაამარცხებს. ის რომ ხედავთ, რომ ასე ვთქვათ, ის გავლენის სასაცები, რომელიც ოლიგარქიულ მმართველობას აქვს, საკმაოდ ძლავრია, ამას მე მგონი ყველა ხედავს, ჩვენ ყველანაირად გულშემატკივრობთ და იმედი გვაქვს, რომ დამარცხება შეძლებს. ჩვენ ასეთი ძალა, რა თქმა უნდა, ჩვენი ზომის ქვეყანას არ აქვს, ჩვენ ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა აი ამ ოლიგარქიული ძალებისგან, რომლებსაც უნდათ საკუთარი ინტერესები მოახდინოთ.
მე მგონი მე საკმარისად შემიძლია საკუთარი აზრების ჩამოყალიბება ისე რომ სხვების აზრების გაზიარება არ გაზიარების საკითხით კი არ იყოს აგიხსენით ჩემი დამოკიდებულება საკითხის მიმართ. ამიტომ მეკითხებით რომ ეს დუგინის განცხადებაც მოყვა ყველაფერს და რატო ემთხვევა ხოლმე რუსი პროპაგანდისტების და ქართული ოცნების ასეთი პოზიცია ქართული ოცნების იდეოლოგიის პოზიცია არ არსებობს. პარტიულად თუ გაინტერესებთ პოლიტიკური მდივანი ქართული ოცნების მე გახლავართ. ასე რომ აქ არ ვიცი თქვენ რისი ივანიშვილის თანამოაზრე არის გაზა შატილიშვილი ხშირად და ქართული ოცნების თანამოაზრე არის საქართველოს მოსახლეობის ქართული ოცნების და მისი საპატიო თავმჯდომარის თანამოაზრე არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. დუგის რაც შეეხება რატო დაემთხვა შევისი განცხადება ბოდიში შატილიშვილის განცხადებას. კიდევ ერთხელ თქვენ გინდათ ერთი სხვა ადამიანის განცხადება, მეორე სხვა ადამიანის განცხადება და ორი სხვა ადამიანის განცხადებას ერთმანეთთან დამთხევა მე მაკომენტარებინოთ. თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, მზად ვარ ჩემი აზრი მოგახსენოთ და ვფიქრობ, რომ Deep State-თან დაკავშირებით საკმაოდ ამომწურავად გიპასუხეთ ის, რომ კიდევ ერთხელ Deep State არის ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს საერთო მტერი და მე მგონი ჩვენ ეს ორი ქვეყანაა, რომელიც გამორჩეულად ამ მოვლენას ამხელს რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან ერთად და კიდევ ერთხელ უსურვებ წარმატებას დონალდ ტრამპს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელზე მინდა რომ ვკითხოთ, რომელიც დაკავებული არის და სასამართლო პროცესზე მან განაცხადა, რომ სუსის ორი მაღალჩინოსანი მის გადაბირებას ცდილობდა და ამბობდნენ, რომ ხუთაბეშვილის წინააღმდეგ კომპრომატებს მისცემდა ამის სანაცვლოდ თითქმის მიიღებდა ლაშა-ცანავა და გარდა ამისა თავისუფლებასაც პირდებოდნენ. 4 დღე გავიდა სასამართლო პროცესი გაკეთებული ამ განცხადებიდან, მაგრამ გამოძიება არაფრით არ დაინტერესებულა. რა შეგიძლიათ გითხრათ სუსის წარმომადგენლები, რომ ასე პატიმრობაში მყოფ ადამიანს სთხოვე, რომ კომპრომატი მოიტანე და ჩვენ ფულსაც მისცემთ და ანუ ცანავა რასაუბრს დანაშაული ჩავიდინე თუ არ ჩავიდინე? მე სხვა რამეს არა, დანაშაული ჩაიდინე თუ არ ჩაიდინე. თავარი საკითხი ეს არის, დანაშაული ჩაიდინე თუ არა. არა, თვითონ რას ამბობს? თვითონ რას ამბობს? ახლა თვითონ ხო ყველაზე კარგად იცის ახლა დანაშაული ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა, ხო? მარტივი საკითხი არის, უცხოელებს ძალავდა ფულს, რომ რაღაცა მისთვის, არ ვიცი, რაღაც დოკუმენტები გაეკეთებინა, მათ შორის აი ძალიან რომ გულიშეთკივად უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ზუსტად აი ესეთი სქემები არის რეალურად, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან, როდესაც ზოგიერთი ცდილობს აი ესეთი ასე ვთქვათ სქემებით რაღაც ბინადრობის თუ არ ვიცი რა თემა იყო ზუსტად, მაგრამ საქართველოში ყოფნის რაღაც ნებართვების მიცემა, რომელიც შემდეგ შეიძლება იყოს. აი ხო და რა ჩაუდენია და რა არ ჩაუდენია ამაზე ისაუბრა სასამართლოს. რაც შეეხება დანარჩენს, მე მგონი ბოლო პერიოდში ასე ზღაპრებს შეჩვეული ვართ, რაც შეიძლება ესეც სხვათა შორის გებელსური პროპაგანდის ინსტრუმენტია, რომ რაც შეიძლება ესეთი ტყუილი უნდა იყოს, მამალი ტყუილი, რომ მე ბევრს დააჯერო და ხან ახლა ამას ყვებიან ბაჩიაშვილის პროცესს ვადევნეთ, იქაც გვესმის რაც არის სხვათა შორის ამაღლობელის პროცესთან დაკავშირებით, ეხა ისე გამოვყავთ მედიას და აქვია ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს, როგორც ესე ვთქვათ, მოცემული ფაქტი, თითქოს მზია ამაღლობეს პატიმრობაში ვიღაცამ შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასე შემდეგ. ეხლა უსმენდი იტალიის პარლამენტში გამოდიოდა იტალიელი დეპუტატი მიკროფონთან და ოპოზიციის მოყოლი ტყუილებს ყვებოდა ჩვეულებრივად, რომ თითქოს მზია ამაღლობეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის გამო თავს დაესხა პოლიციას. სიტყვით ეს თქვა იტალიელმა დეპუტატმა, რომ არა, მოდი ჯერ თანმიმდევრობას მივყვეთ, რომ მიაყენეს მოყურეთ, რომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყეს, მიაფურთხეს და ამის პასუხად მას პასუხი იყო თავდასხმა პოლიციელზე, რაც არის ჩვეულებრივი მამალი ტყუილი, რომელსაც იტალიელი დეპუტატი ამბობს და პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა, თუ არ ვცდები და ყოველ შემთხვევაში თქვენს სოციმედიაში ნახე ეს კადრები, რომ პარლამენტში ჩამოვიდა, ტყუილი ჩვეულებრივი ეს ერთი და მეორე. ადამიანი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც დააპატიმრეს, მის მიმართ იყო შეურაცხყოფა, ერთი მოწმე არ ყავს, ერთი მტკიცებულება არ აქვს, ერთი არაფერი არ აქვს. მაგრამ მასე იცით რა? ხო, აბა მაშინ
აქედან გამომდინარე ნებისმიერ ტყუილი შეიძლება ადამიანმა მოიგონოს, ხო? ნებისმიერ ტყუილი შეუძლია მოიგონოს. ცანავა, ხო და უყურე რა უშლის ცანავას თქვას, რომ ჩემთან შემოსული იყო სუსის ხელმძღვანელია, რა უშლის, იტყვის. არა, იტყვის თქვენ თუ არა, უყურეთ ერთი წამი. ანუ ახლა თუ გამოძიება დასაწყება დაიწყება, პრობლემა არ არის. მე ეს ჩემი პრეროგატივა არ არის, მაგრამ უყურეთ რა უშლის ცანავასო თქვას, რომ არ ვიცი მე პარლამენტის თავმჯდომარე იყო მოსული და რა უშლის იტყვის ტყუილს შემდეგ რა უშლის ბაჩიაშვილს რომ თქვას რაღაც ტყუილები რა უშლის მზია ამაღლობელსო თქვას რომ მე არ გამიშვეს იქით და შეურაცხყოფა მომაყენეს დამარტოს და ასე ხო და უყურეთ ესეთი წარმოდგენა გაქვთ თქვენ დავწერთ გამოძიება თუ დასაწყება დაიწყებენ პრობლემა მე ხო ვერ დავიწყებ გამოძიებას მე ხო ვერ დავიწყებ თუ უყურეთ ნებისმიერი გამოძიების დასაწყებად ორგანოებს ვინც ამას იწყებენ ამ შემთხვევაში რაც პროკურატურა იქნება შენსაცმლის ყოველ შემთხვევაში ვის კომპეტენციაც არის უყურებენ რამდენად რა გითხრათ ვარაუდი ასე ვთქვათ რომ სავარაუდო დანაშაული ჩადენის არსებობს და იმის მიხედვით იწყებენ თუ დასაწყებია დაიწყებენ თუ დასაწყები არ არის არ დაიწყებენ ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო რომელიც არაერთხელ დადასტურდა და ყველას კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა რა ყველა მცილის წამებელ ელჩს უცხოელ პოლიტიკოსს და ქართველ პოლიტიკოსს ვინც ცილს წამებს წლების განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას ხო და მათ შორის ეხლა აი ამ პროცესებზე რომელშიც მაგალითად ესტონეთის ელჩი ზის პროცესზე წინ უზის მოსამართლეს რომელიც მისმა ქვეყანამ არასასრული პირად გამოაცხადა აი ჩვეულებრივ ასე ვთქვათ მუქარის გარემოს უქმნის სასამართლოში აი ესეთი ქცევით შემდეგ ეს ყველაფერი მიდის ხოლმე სტრასბურგის სასამართლოში და აღმოჩნდება ხოლმე რატომღაც ქართული მართლმსაჯულება მართალი ისინი მტყვანი და ერთი ბოდიში არ მოგვისმენია ევროკავშირის ელჩი რომელ ბოდიში მოიხადა ევროკავშირის ელჩმა მიხეილ სააკაშვილზე ცრუ დემარშის გამო ხომ არ მოუხდია ბოდიში ხო და ასე ხა დააბრალებენ რასაც უნდა ვისაც უნდა საბოლოო ჯამში მე თვითონვე იჯერებენ ამ ყველაფერს გაფორმებული აქვს ეხლა უკვე რომ თითქოს მზია ამაღლობებს ვიღაცამ პატიმრობაში შეურაცხყოფა მიაყენა არანაირი მტკიცებულება არ აქვს არაფერი არ აქვს საერთოდ აი ესე მოიგონებენ რაღაც ამბავს დაიჯერებენ მე ამაზე შექმნიან ლექსებს და პოემებს და შემდეგ ამაზე მიდის ლოყების ხოყვა და შეუძლებელია ეხა ასეთი არეული ასე თქვათ ღირებულებების მქონე ჯგუფები საქართველოში დიდი ხანი არ ყოფილა როდესაც როგორ გითხრათ თვითონ უკრავენ, თვითონ ცეკვავენ და ბილეთსაც თვითონ ყიდიან გამონათქვამი ასეთი, თვითონ იგონებენ ტყუილს, თვითონ შემდეგ ამაზე ანერვებულდებიან ხოლმე ასე ემოციურ მასში ვარდებიან, არ ვიცი მე, შოკში და დეპრესიაში ვარდებიან ამის გამო და იწყებენ მთელ რაღაცა პროპაგანდას, რაღაც საკითხებს და ალბათ ჰედლაინი იმ დღეს იქნება რომ საერთაშორისო თაღლითმა და ყოფითმა მატყუარამ წარადგინეს ალეკო ელისაშვილი კანდიდატად ასე რომ აქ ეპიტეტს არ გამოვიყენებ პარლამენტის ყოფილი წევრია მაგრამ მე მგონი ეს გარემოება თავად მიანიშნებს საერთო ჯამში რა ცირკთან გვაქვს საქმე აი ეს ყველაფერთან ერთად აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ საბოლოო ჯამში და ამ დამოკიდებულების გამო მიიღებენ შესაბამის პასუხსაც ქართული ხალხის. რვა რატო იბარტყეს თუ 4 იყო ბოლო არჩევნებზე და ეხა იბარტყეს ოთხი პარტიიდან ორი მონაწილეობას იღებს, ორი არა. როგორც იცით, არის პარტია ახალი, რომელშიც იყვნენ არიან დროაც და გირჩიც და ასე შემდეგ. ეხლა არ ვიცი მე იბარტყეს თუ რა ქნეს და რა როგორ გახდნენ, მაგრამ ეხლა ეს
რაღაცა პრიმიტიული ხრიკი გაბევრებისა და გაზავებისა, აი მე რამდენჯერ უნდა გააკეთონ ხა, ხო? ეს დაიწყოს, ეგ ხრიკები ნანახი გვაქვს უკვე 2016 წელს, როდესაც ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო ვითომ გაიყო. მერე იქ ნაცმოძრაობა და გირჩი ვითომ გაიყო, მერე ქვია ვაშაძე გამოიყო, ასე მერე ყველა ისე ვერცხლის წყალივით ერთად იკრიბება ხოლმე. ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. 4, 8 თუ 17 ყველა არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ისიც არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ეს არ არის მხოლოდ პარტიული სტრუქტურა, ეს არის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობს, რომ შენ ხარ უცხო ქვეყნის ინტერესების მომსახურე. ემსახურები უცხო ქვეყნების ინტერესს. აი ეს არის რასაც აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, როგორც სახელმწიფო პარტია 2012 წლამდე, ემსახურებოდა უცხო ქვეყნის ინტერესებს და ეს არის რასაც აკეთებს ის ხან ასეთი კომბინაციით, ხან ისეთი კომბინაციით, ხან 4, ხან 2, ხან 17, ხა ფანტაზია კი აქვს ასე თქვა გაშლილი და გეტყვით და შესაბამისად აქაც ემსახურებიან უცხო ქვეყნების ინტერესებს. რაც არის სირცხვილი სინამდვილეში აი ამის ჩვენი დამოუკიდებლობის 3 ათეული წლის თავზე გვიწევს საუბარი იმაზე, რომ ჩვენ პოლიტიკურ ლანდშაფტში გვყავს პარტიები და NGO-ები, რომლებიც ღიად ემსახურებიან უცხო ქვეყნებს. გინდა აგენტი დაუძახეთ, გინდა შპიონი და გინდა სასარგებლო იდიოტი. ნებისმიერ ტერმინი რაც გინდა გამოიყენეთ, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ემსახურებიან უცხო ქვეყნების ინტერესების მომსახურებით არიან დაკავებული. რაც შეეხება შანსებს, მე ვთქვი და გავიმეორებ, როდესაც საერთაშორისო თაღლითის პარტია და ყოფითი მატყუარას პარტია ერთიანდებიან, ანუ თაღლითო მატყუარა და ამატო, მე მგონი ამისგან კაი არაფერი არ გამოდის და შესაბამის პასუხსაც მიიღებენ ქართული ხალხისგან, ვინაიდან ხალხი, რომელიც კიდევ ერთხელ რომლის მთავარი მათი მთავარი პირობა ზოგადად ხალხის მიმართ არის, რომ თუ კი ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელში, ისინი მოემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს. ისინი როგორც კი ეტყვის მათ უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილის მძღოლი, დააწესებენ სანქციებს რუსეთისთვის მეორე დღეს, ან შეიძლება იმავე დღეს, თუ კი ეს მძღოლი არ იყო და იყო თანაშემწე, რანგინა გამომდინარე და ასე შემდეგ. ანუ მათ არანაირი ქართული ხალხის ინტერესი საერთოდ აი შკალაშიც კი არ არის საიდმე განხილვის პირდაპირ მითითება იქნება სანქციები და აწესებენ სანქციებს. იარაღით შევარდებიან იარაღით. არ ამბობდნენ ომი გვინდაო, არ ამბობდნენ რომ უსანქციობას სანქციები და ბომბები ჯობიაო. ხო, ამას ამბობდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ები, ხო? ასე რომ ეს ეს ნიშნავს ღირებულებით კრიზისს ევროკავშირში, ამ შემთხვევაში დანიის ხელისუფლებაში, რომელიც ერთის მხრივ ავრცელებს დეზინფორმაციას საქართველოს შესახებ და საქართველოს მთავრობის შესახებ, თითქოს საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ევროპული ინტეგრაციის გზა, რაც არის კიდევ ერთხელ რა გითხრათ ახლა, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი, უბრალოდ ღია, უხეში დეზინფორმაცია. რაც იანუში სხვა საპარლამენტო, ასევე უყურეთ დანია, ვინაიდან ახლა გახლავთ თავმჯდომარე ქვეყანა, სხვადასხვა ფორმატია სამთავრობო, საპარლამენტო, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში არის ეგრეთ წოდებული კოზაკის ფორმატი ქვია, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების ევროპული საკითხთა კომიტეტების და კანდიდატი ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი პლატფორმა, სადაც ჩვენს მონაწილეობთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში და ამ ჯერზე დანიის პარლამენტის კომიტეტიდან მივიღეთ წერილი, რომ არ არის განზრახული მოწვევა შემდეგი შეხვედრა როცა იქნება საქართველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტისა და ამაზე მე პასუხი მივწერე დანიის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ეს არის პირდაპირ დაღუპვა წესების. რაც თავარია თავად წერილში კომიტეტიდან წამოსულ წერილში დანისა თავად წერილში წერია, რომ მიუხედავად იმისა, რომ თქვენ გაქვთ უფლება მონაწილეობა მიიღოთ, ჩვენო მაინც არ გიწევთო. ანუ მიუხედავად იმისა, რომ უფლება გაქვთ, ამ უფლებას ჩვენ გართმევთო და ეხლა უყურეთ, ეხლა შევხედოთ, ევროპას ხო გვეუბნებიან, რომ ევროკავშირი ეს არის სამართლის უზენაესობა.
ეს არის წესების მიყოლა, ხო? პირდაპირ დანიის პარლამენტის კომიტეტი ამბობს, რომ წესი ეს არის და წესების მიხედვით ასე უნდა იყოს, მაგრამ მე ვარ ვღებ წესებს. და რატო აძლევს თავის თავს ამის უფლებას დაარღვევს? იმიტომ რომ ხვდება რომ ძლიერია ვიდრე პატარა საქართველო. აი ეს არის ძალით მოქმედება, ძალის დემონსტრირება, რაც არის არა კანონის უზენაესობა, არამედ ჯუნგლების კანონი. და ამიტომ აი ასეთი მაგალითები, რასაც ჩვენ ახლა ხედავთ და აი ეს კონკრეტული მაგალითი დანიის პარლამენტის ქცევისა, გვაჩვენებს ჩვენ რომ სამართლის უზენაესობას სჭირდებათ მაშინ, როდესაც მათთვის არის სასარგებლო როგორც ჩანს ზოგიერთებისთვის და როდესაც მათთვის სასარგებლო არ არის სამართლის უზენაესობა, მაშინ ჯუნგლების კანონზე გადადიან და ვინაიდან ჩვენზე ძლიერი ახლა ევროკავშირი რა ვქნათ, ჩვენზე ძლიერები რო არიან, პატარას ჩაგრავენ. ასე რომ ეს არის სამწუხარო დასკვნა, რაც ქართულ ხალხს გამოაქვს ამ ყველაფრიდან და ამიტომ არის რომ თავად ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევით ევროკავშირის მიმართ ნდობა ნახევარზე ქვემოთ 50%-ზე ქვემოთ არის ჩამოსული. ზუსტად ამის გამო, იმიტომ ხედავთ რომ დანიის მთავრობაც კი ჯუნგლების კანონით ექცევა საქართველოს და არა სამართლის უზენაესობას. დიახ, მე იმ წეოს, რომელიც ჩვენ მივიღეთ, გავასაჯარებ და ჩემ პასუხსაც. აქტივისტი ამ გაჭუბელი სოციალურ შეერთებას სიას მათ შორის თქვენთან და ეს რაღაცას წერს რომ სია უნდა მოყოს მინდა რომ ქვეყანას ეშვებოს ყველას ნიშნავს რა თქმა უნდა ეს კატასტროფა არის, მაგრამ ნუ ვიცი რა რომ ევროკავშირის ზოგიერთი ელჩების ასე ვთქვათ, მაგითხად დაუდევარი დამოკიდებულება საკითხის მიმართ ალბათ შეეცდებიან ესეც გააბიაბურონ. ხო, წარმოიდგინეთ ახლა საქართველოში რომელიმე ბელგიელი კვლელობით დაემუქროს ბელგიის პარლამენტის თავმჯდომარეს. ხო, წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა აქ, არ ვიცი ახლა რაკეტებს ალბათ არ გამოუშვებდნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიპლომატიური რაკეტები ნამდვილად მოხვდებოდა ჩვენ აი ამის გამო. თქვენ გონიათ რა ამაზე ვინმე ხმას ამოიღებს? ევროკავშირის ელჩი ანერვიულდება ამაზე, ან ბელგიის ელჩი ამ ხრივ ანერვიულდება, ან საერთოდ ვინმეს რაიმენაირად ძარღვი შეუტოქდება ამაზე, როდესაც ბელგიის ტერიტორიიდან ისმის ღია მუქარა, მკვლელობით მუქარა ბელგიის ტერიტორიიდან. საქართველოს ტერორიზმის და თავისუფალი ქვეყნის სამაგალითო შემთხვევა არის, იცით? და ბელგიაში ჩვენ არაერთი ტერორისტული აქტი გვინახავს მათ შორის გახსოვთ ცოტა ხნის წინ იყო რამდენიმე ხნის წინ იყო ეს სადგურში და ასე შემდეგ. აი მოსიარულე ტერორისტი არის ბელგიაში. სად იყურება ბელგიის მთავრობა აი ამ ყველაფრის შემდეგ, როცა ხედავ რომ მათ ქუჩებში დადის მოსიარულე ტერორისტი არის, რომელიც საქართველოს ხელისუფლების და არა მხოლოდ ხელისუფლების მათ შორის საეკლესიო პირების მკვლელობით იმუქრება. არ ვიცი ეს თუ არის ახლა ევროპული ღირებულება და მე მგონი ძალიან სხვაგან ყოფილა ზოგიერთი თავის წარმოდგენაში. უბრალოდ მე აქვე დავამატე რომ მე იმედი მაქვს რომ ეს რა თქმა უნდა სერიოზული მუქარაა და ამას სერიოზული მიდგომა ჭირდება და მე იმედი მაქვს რომ ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები ამას სერიოზულად მიხედავენ. უკვე შეუძლებელი არის ის რასაც ევროკავშირი საქართველოში ახალისებს და ეს ახლა მე როგორც ხვდები ეს ადამიანი საზღვარგარეთ არის და იქიდან ბელგიიდან იმუქრება, მაგრამ ქვეყნის შიგნით ყავს NGO-ები, იგივეს ამბობენ. კიდევ ერთხელ ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული NGO-ები. აი ცოტა ხნის წინ ბაია პატარაია, საფარის წარმომადგენელი ფაშისტურ განცხადებებს, ქსენოფობიურ განცხადებებს აკეთებდა სხვა ეროვნებით ამოიღო ჯგუფი და ქსენოფობიურ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს. ევროკავშირის ელჩმა პაվել ჰერჩინსკიმ წარბიც კი არ შეიტოვა ამასთან დაკავშირებით, რომ მის ევროპული ფული მიდის ფაშიზმში. ამაზე მეტი აი რა უნდა მოხდეს, რომ საერთოდ შემდეგ იმედი ქონდეს რაიმე რეაქციის. ჩვეულებრივი ფაშისტური განცხადებები, ბაია პატარაიასი, არათუ დაფინანსება შეუწყვეტა, ანუ ესეთი ოცნებები უკვე მოიცილეთ ჩვენ, რომ ეხლა ვიღაცას მორალი შეაწუხებს ბრიუსელში და დაფინანსება შეუწყვეტს ექსტრემისტულ, მოძალადე თუ ფაშისტურ ჯგუფებს, ხო? მაგრამ რაღაცა მაინც თქვას რომ არ არის ცუდია თქვას, ხო? არ დაგმოს, არ თქვას რომ ეს ფაშიზმი, არ თქვას რომ თქვას რომ ცუდია, ეს სიტყვა ცუდი გამოიყენოს. ან მიუღებელი. არა, რატომ? იმიტომ რომ
ვიღაცა იტყვის რომ ქვავესწავლოთო, ვიღაცა და ამას გაატარებენ და ნორმალიზება მოხდება, შემდეგ ვიღაცა იტყვის ერთი, მეორე და ბოლოს ვიღაცა პირდაპირ სიას დაძებს მოსაკლავი ხალხის. იმიტომ დღეს საქართველოში ძალადობა ნორმალიზებულია ევროკავშირის მხრიდან. აი ეს არის ფაქტი. და ამ ფაქტ ნაცვლად იმისა, რომ ამ ფაქტს უპასუხო, შემდეგ გამოდის ზოგიერთი პრესპიკერი თუ ასე შემდეგ და დეზინფორმაცია. რა არის დეზინფორმაცია? ამაში, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული NGO-ები აკეთებენ ფაშისტურ განცხადებას. მაშინ თქვან, რომ ეროვნული ჯგუფების გამოცალკევება, მათი მოხსენიება სხვადასხვა ეპითეტებით არ არის ფაშიზმი. აბა ერთი ეს თქვა. ერთი გაბედოს უნდა თქვას, რომ ეს არ არის რა ქვია, ფაშიზმი და ქსენოფობია. აბა თქვან თუ არ არის ეს ქსენოფობია და ნახავთ ერთი როგორ დაიცავენ თავის პოზიციას, მაგრამ ნაცვლად ამისა იჩევენ თავდასხმის ტაქტიკას, დეზინფორმაციას, ასე დაბრალების ტაქტიკას, ნაცვლად იმისა, რომ გასცე პასუხი კითხვებს. კიდევ ერთხელ ხას გავუსვა მაინც რომ 20 სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის ორი რამ გამოვლენი. პირველი დადასტურდა რომ 2 ივნისს იყო ძალადობრივი შტურმი საქართველოს პარლამენტზე, რომ ნიკა მელია ზუსტად აი ამ შტურმში ჩართული ადამიანი იყო, ის ნიკა მელია, რომელიც ევროკავშირმა გირაოთი დაიხსნა. მე ამ დანაშაულის გამოიჯდა ის პატიმრობაში იყო ამ დანაშაულის გამო და ევროკავშირმა გამოიხსნა ის პატიმრობიდან და შემდეგ უარესი ექსტრემისტი გახდა ნიკა მელია. ასე დადასტურდა, რომ ევროკავშირი მფარველობდა მათ, ვინც 2019-ის 20 ივნისს ძალადობრივ შტურმში იყო ჩართული პარლამენტის წინააღმდეგ. ეს დადასტურდა და ეხლა ამით უნდა იცხოვროს ბრიუსელმა რამენაირად, რომ პარლამენტზე შტურმის გამხორციელებელი ხალხის მფარველები არიან. და მეორე ამავე დროს გამოავლინა სტრასბურგის სასამართლომ, რომ იყო ხარვეზები გამოძიების დროს და ბოლომდე არ იქნა დადგენილი, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი ამ ძალადობრივი თავდასხმის მოგერიების ოპერაცია. ასე რომ ამ საკითხს ახლა იგროვს პროკურატურა და გაეცემა პასუხი, თავისთავად მაშინ შედეგები ჯანმრთელობის მხრივ დადგა სხვადასხვა ადამიანის მიმართ და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი არის, რომ გარკვეული იქნას რა ხარვეზები იყო, რა დანაშაულები იყო, რა იყო გაუფრთხილება, რა იყო განზრახვა ღონისძიების იმგვარი დაგეგმისა, რომელმაც ასეთი ზიანი გამოიწვია.